ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად. ინსულტამდე და ინსულტის შემდეგ. აი ესე ვუყურებ მე და რაღაცნაირად გონია რომ ეს მეორე სიცოცხლეა. მე გადავიტანე ორმხრივი ინსულტი. ანუ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზეც მქონდა ტრომბი და მარცხენა ნახევარსფეროზეც. წარმოიდგინეთ ორმხრივი ინსულტი, რომელიც იშვიათად ხდება. პირველი შეგრძნება, როცა ვიგრძენი რომ რაღაც ისე არ არის და რაღაც ძალიან ცუდად არის, იყო მაშინ, როცა მინდოდა რაღაცის თქმა და ვერ ვამბობდი. ანუ მეტყველების უნარი მქონდა სრულიად დაკარგული. მახსოვს რომ აი ჩემს მეგობარს ვკითხე, რომელიც სულ ჩემ გვერდით იყო იმ პერიოდში და კითხე, აი რა მჭირს, ბოლოს მითხარით რა მჭირს და მან მითხრა პირველად მაშინ გავიგე რომ იშემიური ინსულტი. ამ დაავადებაში რეაბილიტაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პატარა ნაბიჯებით მიდიხარ წინ, ერთბაშად არაფერი არ ხდება და ამას სჭირდება ძალიან დიდი მოთმინება, განძლება სჭირდება, გამძლეობა. ყველა თითოეული თითის გამოძრავება ჩემთვის იყო რაღაცა დიდი გამარჯვება. და მახსოვს აი პირველად, როდესაც ჩემით დავიჭირე ხელში, მარჯვენა ხელში ბოთლი, წყლის ბოთლი, ვიყავი ძალიან ბედნიერი. აი ეს განცდა მაქვს, რომ გამიმართლა, იღბლიანი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ გადავრჩი, ესეთი რთული დაავადება გადავიტანე. ამ დაავადების დროს ძალიან მაღალია გაღიზიანების მომენტი. ანუ ადამიანები რომლებიც შეიძლება ეხლა ჩვენ გვიყურებდნენ, რომლებსაც აქვთ ინსულტი გადატანილი, ახალი გადატანილი და ებრძვიან ზოგადად ამ დაავადებას, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეწუხებული არიან. იმიტომ მეც ასე ვიყავი თავის დროზე. ამიტომ ჩემი ძალიან მოკრძალებული რჩევა იქნება მათ მიმართ, რომ არ დანებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეაბილიტაციის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა. მოძრაობაში გულისხმობ ფიზიკური მოძრაობაც და ზოგადად ტვინის მოძრაობაც. ანუ არ უნდა დაჯდნენ და არ უნდა ჩათვალონ, რომ დამთავრდა ყველაფერი. არ დამთავრდა. პირიქით, ასე მიიღონ, რომ მიეცათ მეორე შანსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს მეორე შანსი უკეთესად გამოიყენონ. რაც ვერ გამოიყენეს, შეიძლება ითქვას, რაც შეიძლება ჩემ თავზე უფრო ვამბობ ამას, რომ რაც ვერ გავაკეთე, ვერ გამოვიყენე, ასე ვთქვათ, ინსულტამდე სიცოცხლეში, იმას ყველაფერს ვცდილობ, რომ ეხლა მეორე სიცოცხლეში გამოვიყენო. შევძელი რომ დავბრუნებოდი რაღაცნაირად ჩემს თავს, შევძელი რომ რა ვიცი, რეალიზება ისევ გამეგრძელებინა და უფრო მეტადაც. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად დატვირთული ვარ, ანუ უფრო მეც ვმუშაობ, სოციალურადაც უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ასე ვთქვათ, მანამდე. არ ვიცი, ამის გამო ვფიქრობ თუ არა, მაგრამ ესე ვფიქრობ ხანდახან, რომ იღბლიანი ვარ.